მუნიციპალიტეტებში, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს გეგმის შესაბამისად ვერ ხარჯავენ, მმართველი გუნდი პოლიტიკური ძალის მეშვეობით გამგებლებისა და მერების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხსდომაზე განაცხადა. პრემიერის დავალებით ფინანსთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს ინფორმაციას რაიონების მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა გააქტიურებისაკენ მოუწოდა მინისტრებსაც და შეახსენა აკონტროლონ უწყებაში მიმდინარე სამუშაოების განრიგი, რადგან შეუსრულებელი სამუშაოზე პასუხისმგებლობის აღება მათაც მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი ყველა პროექტი მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით უნდა შესრულდეს. რაიონებს, რომლებიც ვერ ხარჯავენ ამ თანხებს პროექტებში, წარმოადგენენ დეტალური ინფორმაცია. მე მინდა საჯარო გავხდოს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით მე დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. იმ გამგებლების, რომლებიც ამას ხელს უშლიან. ან საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც ამას ხელს უშლიან და აფერხებენ რაღაც გაუგონარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო. და იქნებ გავაკეთეთ შეხვედრა ყველა რაიონის გამგებელთან, გუბერნატორები ჩამოვიყვანოთ და მოვთხოვოთ მაქსიმალური პასუხი. ერთ კვირის ვადაში მოხდეს ეს. მე მინდა მინისტრებს მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ გააქტიურებისკენ და შეგახსენოთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელი სამუშაოებზე. იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შევასრულოთ ყველა პროექტი, რომელიც გვაქვს დაწყებული, რომელიც არის გაწერილი ბიუჯეტის მიხედვით ჩვენს პროგრამაში, ასე რომ იქნება ეს გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ პასუხისმგებლობის საკითხს. რა თქმა უნდა, გეხება თქვენ მინისტრებს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენ სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი ასე ვთქვათ მიმდინარეობა და განრიგი.